გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები გრძელდება. მერის მოვალეობის შემსრულებლის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით ამ დროისთვის 5 სოფელში პროექტები უკვე დასრულებულია ან დასრულების ფაზაშია. პროგრამაზე, რომელიც სოფლის განვითარებასა და მოსახლეობის ჩართულობას ისახავს მიზნად, 520,000 ლარზე მეტი დაიხარჯება. სოფლის პროგრამები დღის მდგომარეობით გურჯაანში აქტიურად მიმდინარეობს, გაფორმებულია 20-ზე მეტი ხელშეკრულება და აქედან დიდი ნაწილი უკვე დამთავრებულია, დანარჩენგან მიმდინარეობს სამუშაოები და დასრულებულია ბაკურ ციხის, კალაური, ვაზისუბანი, ყიტაანი, შაშიანის სოფლის პროგრამები უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს სამუშაოები მთელ რიგ სოფლებში და კიდევ გასაფორმებელი გვაქვს 11-მდე ხელშეკრულება. აქვე მინდა რომ ვისარგებლო თქვენი ეთერით და მოუწოდო ყველა ინდმეწარმეს სამშენებლო კომპანიებს, რომლებსაც ხელეწიფებათ მცირე სამშენებლო სამუშაოების შესრულება, მობრძანდნენ მიიღონ მონაწილეობა 11-მდე ხელშეკრულება კიდევ გასაფორმებელი გვაქვს და ვითანამშრომლებთ დიდი სიამოვნებით.